მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით, დღეს მინდა სამ ვარიანტზე გავაკეთოთ გაშლა. თემაზე ენერგეტიკული ტონუსი და ფიქრები, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ადამიანს. ამ გაშლაში შეგიძლიათ თქვენ ჩაიფიქროთ საკუთარი თავით, შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერი ადამიანი, მაგალითად პარტნიორი, შვილი, მეგობარი, ნაცნობი, შეგიძლიათ სხვადასხვა ვარიანტზე, სხვადასხვა პიროვნებით, თქვათ ერთ პირველზე ჩაიფიქროთ თქვენი თავი, მეორეზე ჩაიფიქროთ პარტნიორი, მესამეზე კიდევ ვინმე სხვა, ასე შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. მოკლედ, ვნახულობთ ზოგადად როგორი ენერგეტიკული ტონუსი არის და რა ფიქრები აწუხებს კონკრეტულ ადამიანს, რომელიც არის ჩაფიქრებული კონკრეტულ ვარიანტზე. მაშ ასე დავიწყოთ, გაშლაში გვაქვს სამი ვარიანტი. პირველი ფირუზი, მეორე ვარდისფერი კვარცი და მესამე პირიტი, სამი ვარიანტია, შეგიძლიათ თანმიმდევრობის გარეშე ერჩოთ უბრალოდ რომელი მინერალიც ყველაზე მეტად დაგიძახებთ იმის მიხედვით და მოდი ვნახოთ რას გვიპასუხებს ტარო, როგორი ენერგეტიკული ტონუსი არის აქ და ასევე ვნახოთ აი ფიქრები, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს, ხო, აი ენერგიის დონეზე აწუხებს ადამიანს. მაშასე დავიწყოთ ფირუზით, მეგონი საკმარისი დრო იყო რომ აგვირჩია და დავიწყოთ მათით ვინც აირჩია ფირუზი. შეგახსენებთ რომ ჩემთან ვისაც გსურთ პირადი კონსულტაცია, გაშლა ტაროზე, დიაგნოსტიკა ენერგეტიკული და სხვადასხვა რიტუალებთან დაკავშირებულ საკითხებზე, უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ, უბრალოდ უნდა მომწეროთ ნომერზე 511131818 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ღამის მკითხველის Facebook გვერდის მესენჯერში. მაშასე, პირველი ენერგეტიკული ტონუსი როგორი არის? როგორი ცვალებადი ენერგია არის, როგორი ვარნაცვლილება, ჩაკეტილი ენერგია, რა ხდება? ესე იგი, პირველი ვარიანტი ფირუზი, ვინც აირჩიეთ, არ ვიცი. აი თითქოს თქვენ საწინააღმდეგოდ დატრიალდა ბორბალი, ხო? აი ენერგეტიკა დაეცა, რასაც ქვია და აი ცვლილებები წავიდა, აი ერთიანად თითქოს დაგორდით ქვევით, ხო? მიგორავთ ქვევით ჩადიხართ. ეს არის შინაგანი შიშები, ეს არის ჩაკეტილობა, საკუთარ თავსაც ბლოკავთ თითქოს რაღაცნაირად, ენერგოტონუსი საკმაოდ დაბალი არის, რაღაცა შიშები არის, რომელიც ან შეიძლება წარსულიდანვე მოყვებათ, შეიძლება ეს ენერგეტიკული ბლოკებიც იყოს და თან ძალიან სერიოზული ენერგეტიკული ბლოკები იყოს, ხო? და ფიქრებიც, რა თქმა უნდა, აი ძალიან ნეგატიური, ხო? აი თითქოს რაღაცნაირად პესიმისტურად ხართ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით განწყობილი. სურათი საკმაოდ მძიმეა, რასაც გვიჩვენებს აქ, ხო? ოღონდ გავითვალისწინოთ, რომ ეს საჯარო გაშლა არის და მრავალათასიან აუდიტორიაზე არის გათვლილი, შესაბამისად, აი ასეთი ვარიანტი, როდესაც ამოკლით, მანდამაინც თავს ნუ გაიგიჟებთ, ნუ ინერვიულებთ იმაზე, რომ თქვათ, მე რეზონირდა 100%-ით თქვენთან ეს მდგომარეობა და არ იქნება არაფერი არ მეშველება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია პირველ რიგში პირადი კონსულტაცია. აი ამ ვარიანტში, რა თქმა უნდა, ენერგეტიკული დიაგნოსტიკა, საკუთარი თავი ჩაიფიქრეთ აქ თუ არ ვიცი, პარტნიორი თუ სხვა ადამიანი, აქ ვფიქრობ, რომ ენერგეტიკული დიაგნოსტიკა აუცილებელია. იქიდან გამომდინარე, რომ აქ აი უკუღმა დატრიალდა ამ ადამიანის ბედის ბორბალი და ენერგეტიკა მიდის, აი მომწყდეული ხართ თითქოს სადღაც ჩიხში და აი ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ ხედავთ. და ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ გარეგანი ფაქტორები, რაც თქვენზე მოქმედებს, არამედ აქ შეიძლება იყოს შინაგანი ფაქტორები, შინაგანი ბლოკები, თუნდაც შინაგანი ენერგეტიკული ბლოკები, რომელიც თქვენვე გზღუდავთ, ხო? ანუ აქ მხოლოდ გარედან არ არის პრობლემა, უკვე თქვენშიც არის პრობლემა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ასევე, რა თქმა უნდა, იქიდან რომ ვნახოთ, ნუ იცი რა არის, პირადში შეიძლება პრობლემები არის შექმნილი, ხო, პირად ურთიერთობებში აქედან გამომდინარე. ნუ ასე არის თუ ისე არის, რაც არ უნდა იყოს, ნუ შეიძლება იქონია ამ ყველაფერთან და ენერგეტიკა გამოგელიათ და უკვე აი არაფრის თავი აღარ აკავთ, დაიღალეთ თქვენ ხო რაღაცნაირად და ამას გვიჩვენებს, მაგრამ ნუ პრობლემა ძალიან სერიოზული ჩანს ენერგეტიკული ტონუსისაც და აი მძიმე ფიქრების, რომლებიც თქვენთან მოდის. თუმცა გახსოვდეთ ხომ, სანამ ადამიანი ცოცხალია და ყოველას ღეგრძელობა და ჯანმრთელობა მოგცეთ და ბედნიერი ცხოვრება სამ ადამიანი ასეა, მას შეუძლია ყველაფერი შეცვალოს, ყველაფერი ადამიანის ხელში არის და მას ყველაფრის შეცვლა შეუძლია. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტი, ფირუზი ვინც აირჩია, ძალიან საინტერესოა როგორ რეზონირდა ეს ყველაფერი თქვენთან, კომენტარში თუ დამეწერთ მადლიერი ვიქნები და გადავიდეთ ჩვენ შემდეგ ვარიანტზე. მეორე ვარიანტი ვარდისფერი კვარცი ვინც აარჩიეთ,
მეორე ვარიანტებსაც შეგახსენებთ, რომ ვისაც ჩემთან სურს პირადი კონსულტაცია ტაროს გაშლა, დიაგნოსტიკასთან, ენერგეტიკულ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული საკითხები, უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ ნომერზე 5111318 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ღამის მკითხველის Facebook გვერდის მესენჯერში მომწერეთ და ყველას გიპასუხებთ. მოდით ნახოთ ახლა თქვენთან როგორი არის მეორე ვარიანტებში, როგორი არის ენერგეტიკული ტონუსი და აი ფიქრები, რომლებიც ყველაზე მეტად გაწუხებთ. ეხლა ვნახოთ აქ როგორი ენერგეტიკული ამბავი არის. ნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად იცით რა არის, ემოციების ადამიანი ხართ, გულის ადამიანი ხართ, მოქმედების ადამიანი ხართ, ხო? ცოტა შენელებულები ვართ. ეხლა რაღაცა ტვირთი გვადებს, მოგვწევს ეს ტვირთი წარსულიდან, მაგრამ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც იმედს არ კარგავს, ხო? საშუალო ენერგოტონუსი არის, ვერ ვიტყვი რომ კარგი და ბრწყინვალე და გადასარევი, ხო? აქ უფრო რაღაცა განმარტოებისკენაც, ზაფხულია შეიძლება მთელი წლის გადაღლილებიც ვიყოთ, ყველაფერი შეიძლება იყოს, ხო? გათვალისწინებული იყოს. უბრალოდ იცით რა არის? აქ დადებითი ტენდენცია ჩანს ის, რომ თქვენ არასოდეს არ ნებდებით, ხო? აი ესეთი ოპტიმისტური ადამიანი ხართ, ხო? მიუხედავად სირთულებისა, რომელიც არის თქვენს ცხოვრებაში, თქვენ მაინც მომავალს იმედით შეხკურებთ. და აი ეს თქვენი ფიქრები სწორედაც რომ მომავლის აწყობისკენ არის. თქვენი პირადის მომავლის აწყობა, პირადის დალაგება და ყველაფერი სასიკეთოდ ცვლილება. ანუ პირადშიც აქ თუ ასე გააგრძელებთ და მომართული იქნებით, რომ აი შევძლებ, გამოვასწორებ, ყველაფერი კარგად იქნება, ხო? და ესე ენერგიულად გააგრძელებთ ბრძოლას, რასაც ქვია, ხო? ხანდახან ამბობენ, რომ აი კომენტარებში შევატყე, რომ წერენ ხოლმე, რომ აი არაფერსაც არ ვიბრძოლებ. ბრძოლა ჩემოკარგებას იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცა ძალით მოგყავთ თქვენთან, არ ვიცი, აჯადოებთ იქ, ან რაღაცისთვის იბრძვით და შერბი ხართ იქ ვიღაცას მუშტებს უკაკუნებთ მაგიდაზე. არა, ბრძოლის უნარიანობა, ენერგეტიკული მონდომება, ოპტიმიზმი, ეს თუ სხვა რაღაცა არის. აი აქ ესეთი ადამიანები ყავს, რომლებიც მზად არიან, ხომ, იმისთვის რომ თავისი მომავალი შეცვალონ, მზად არიან რომ გაიღომნეს თავისი ენერგეტიკა, ენერგია გაქვთ, ენერგოტონუსი ვერ არის თქო ისეთი კარგი, ალბათ უკეთესი იქნებოდა, უკეთეს ვისურვებდით, თუმცა თქვენ ენერგიას სწრაფად იღდგენთ, შეგიძლიათ ხოლმე ენერგიის აღდგენა. ნუ გეშინიათ აი იმ ტვირთის, რომელიც აი აქ თქვენთან არის, რომელიც აი იცით როგორ გაქვთ, თითქოს აი გულში არის ძალიან ღრმად ჩამჯდარი ემოციების დონეზე. ძალიან სიღრმისეულად არის დამალული ეს ყველაფერი. მაპატიეთ. ამის ნუ გეშინიათ. ნურც იმის მოგერიდებათ, რომ ეს ყველაფერი გარეთ გამოიტანოთ. თქვენს ხელთ არის ყველაფერი, აი თქვენი ენერგია, თქვენი ენერგოტონუსი მომართული არის განახლებისკენ. თითქოს მოითხოვს კიდევაც განახლებას, ხო? თქვენ თუ იცით რომ რაღაცა ენერგეტიკული პრობლემები არის, მიხედეთ ამას, იმიტომ რომ ეს ენერგია მოითხოვს. საკუთარი თავი ჩაიფიქრეთ თუ სხვა ადამიანი ჩაიფიქრეთ, ეს ენერგია მოითხოვს განახლებებს და თითქოს სამყაროც გეუბნებათ ამას, რომ გონებაშიც აი თქვენი ფიქრები, ხო, რაც ყველაზე მჭიდროდ ენერგეტიკულ დონეზე არის აი ამ ადამიანთან, ვინც ახლა მეორე ვარიანტში გვაქვს, ხო? არის რა, რომ მე შემიძლია, მე შევცვლი, მომართული არის ენერგია ამისთვის და აუცილებლად ეს უნდა გამოიყენოთ. აქამდე თუ ყოყმანობდით, აჩერებდით საკუთარ თავს, შიშები ქონდათ, შიგნით ბევრი ესეთი მძიმე ემოცია არის დაგროვილი, დაღლილობა, სტრესი, კი ბატონო, ეს ყველაფერი არის, ძალიან ცეთი ემოციებიც არის, ხო, ჩამარხული, სადღაც ქვეცნობიერის დონეზე, სადღაც გულის აი ყველაზე შორეულ კუთხეში, მაგრამ მაინც იბრძვეთ. ეს ძალიან კარგია, ეს ნამდვილად საქებარია და მხოლოდ, არ ვიცი, წინსვლა, წარმატება და ბედნიერება შემიძლია გისურვოთ, ხო? დანარჩენი კი აი ამას მიხედეთ. საიდკენაც არის მომართული თქვენი ენერგია, აი ამ ცვლილებისკენ, ხო? რისი შეცვლაც შეგიძლიათ თუ აქამდე კიდევ ვერ რისკავდით, ან მაინც კიდევ ფიქრობდით, ყოყმანობდით. თამამად თქვენი ენერგია ითხოვს განახლებას და ეს ყველა უნდა განახლდეს, ხო? ყველასთან ინდივიდუალური იქნება, ხო? ვისთან რა კუთხით არის მიმართული ეს ენერგია. აი ესეთი იყო, ძალიან საინტერესოა მეორე ვარიანტებო, ვინც ვარდისფერი კვარცი აირჩიეთ, თქვენი აზრი მაინტერესებს ძალიან, თქვენ კომენტარებსაც დაველოდები, საინტერესო იქნება როგორ რეზონირდა თქვენთან და გადავიდეთ ამასობაში ჩვენ მესამე ვარიანტზე, ვინც პირიტის გული აირჩია და ვნახოთ, როგორი ენერგოტონუსი არის თქვენთან, რაზე ფიქრობთ, რაზე
რა არის ის, რაც ენერგეტიკულად ძალიან ახლოს არის თქვენთან და თქვენ შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაცია ვისაც გსურთ ჩემთან, მტაროს გაშლა ენერგეტიკული დიაგნოსტიკა, რიტუალებთან დაკავშირებული საკითხები უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ ნომერზე 511-13-18-18 WhatsApp-ში ან Viber-ში მწერთ და ასევე ღამის მკითხველის Facebook გვერდის Messenger-ში შეგიძლიათ მომწეროთ და მოდით ვნახოთ ეხლა რა ხდება აქ. ესე იგი, მესამე ვარიანტი ვინც არის, კი, ეხლა აქაც თავში ტარაკნები დარბიან, არ არის პრობლემა, მიუხედავად ამისა, რომ აქაც რაღაცნაირი მზე ადამიანები ყავთ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ სხვა სინა გაუნათოთ ცხოვრება. აი ესეთი ადამიანი ხართ. თქვენი ენერგეტიკა არის აი ესეთი. თქვენ თვითონ იდგებით სიბნელეში, აი ამ სანთელს, რომელიც ანათებს გარემოს, გამოიტანთ თქვენი ოთახიდან, შეუტანთ სხვას, რომ მისი გზა განათებული იყოს. დიდი ალბათობით შეიძლება სწორედ ახლა თქვენ აი ესეთ გზას გადიხართ, რომ აკიდებული გაქვთ ეს ტვირთი, რომ სხვას უნდა დაეხმაროთ, რომ სხვა უნდა გადაარჩინოთ, რომ სხვას უნდა გაუყვალოთ გზა და დაეხმაროთ, ხო? შეიძლება იყოს შვილი, შეიძლება იყოს მეუღლე, შეყვარებული, მეგობარი. ანუ თქვენთან ეს ენერგია არის. არის აქ რაღაცა გარკვეული შინაგანი შიშებით თქვენთან, ხო? აქაც ნორმალური ენერგოტონუსი არაუშავს, ვერ ვიტყვით რომ მძიმეა, ცუდია. ეხლა ჩვენ დიაგნოსტიკას არ ვაკეთებთ, სხვა მიმართულებით ვაკეთებთ გაშლას, ამიტომ ამ თემებს მე აქ ნამდვილად არ ჩაუღრმავდები. აქ მთავარი არის რა, ხო? ანუ აი ეს დახასიათება თქვენი ენერგეტიკის, როგორი გვიჩვენა ჩვენ ტარომ, ხო? ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავად იდგეს სიბნელეში და სხვას გაუწოდოს სინათლე, სხვას მოკიდოს ხელი, თავით საფრთხეში ჩაიგდოს, მაგრამ სხვა გადაარჩენოს. ეხლა ნახეთ რა არის აქ. აი ეს შიშები, რომელიც გაქვთ, ხო? ეს შიშები არ გაქვთ. გახსოვდეთ ჩემო კარგო. თქვენ ძალიან ბევრ ენერგიას გაცემთ. აქ რას გვიჩვენებს? ხო, ეს მზე ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ ენერგიას გასცემთ, მაგრამ საპასუხოდ თქვენ ამ ენერგიას აღარ ღებულობთ უკან. მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე პირად კონსულტაციაზეც ყველას ვაფრთხილებ, რომ ჩემო ძვირფასებო, როდესაც ენერგიას გასცემთ, ის საპასუხოდ უნდა მიიღოთ. ენერგია უნდა ურთიერთ მიმოცვლა უნდა ხდებოდეს, ხო? ენერგიის ერთმანეთს უნდა ავსებდეთ, ენერგიით არ შეიძლება მხოლოდ ერთი გასცემდეს და საპასუხოდ არაფერს არ ღებულობთ. სამწუხაროდ თქვენთან აი აქ მიიღება ძალიან მცირეა და შიშებიც გაქვთ. ეს შიშები გაჩნდა, იმიტომ რომ აი მეყოფა ენერგია. შეიძლება ამას თქვენ ვერ ხვდებით, მაგრამ თქვენ ქვეცნობიერი ხდება, ხო? რომ აი რამდენადაც ეყოფა კიდევ ენერგია ამ ადამიანს, რომ ეს შეძლოს, რომ ეს გააკეთოს, რომ ეს გზა ბოლომდე გაიაროს. ამიტომ, აი აქ ეს პრობლემა ნამდვილად არის. აი ეს ფიქრები, რომ შევძლებ კი ეს გზა მივიყვანო ბოლომდე, ხო? აი ეს ფიქრები არის, რომელიც არა აქვს ამ მნიშვნელობა, რა საკითხს ეხება ახლა ეს. ხო, შეიძლება ვიღაცისთვის სამსახური იყოს, ვიღაცისთვის ბინის შეძენა, ვიღაცისთვის პირადი ცხოვრება, ვიღაცისთვის ოჯახის წევრებზე, შვილებზე, აი ნებისმიერ, ხო, ნებისმიერ საკითხი იყოს. შეიძლება თქვენთვის ახლა აქ აქტუალური და მნიშვნელოვანი და უბრალოდ აი ეს გაითვალისწინოთ, რომ ამ საკითხში თქვენ ძალიან დიდ ენერგიას დებთ, შეძლებთ, აუცილებლად შეძლებთ, მოძრაობაში ხართ, იმ მოძრავედ არ გაჩერდეთ, იქ სადაც შესავსები იქნება ენერგია, იბრძოლეთ, როგორც არის საჭირო, თუ აქ სიტყვაზე რაღაცა ენერგეტიკული პრობლემები არის, შეხედეთ, შეიმოწმეთ, თუნდაც დიაგნოსტიკა გაიკეთეთ, ხო, აქაც გირჩევდით, რომ ენერგეტიკული დიაგნოსტიკა გაიკეთოთ, ნახოთ რა, როგორ რას უკავშირდება, კონკრეტულად რას უკავშირდება ეს თქვენი ენერგეტიკული ვარდნა, ხო? და მერე უკვე აი ეს შიშები, ხო, აი შინაგანში შეძლებთ, აუცილებლად მოძრაობაში ხართ, საბრძოლო ენერგია არის, მაგრამ გაფრთხილება არის რა, ტაროსგან ძალიან ფრთხილად იყავით. იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ენერგია საბოლოოდ თქვენ არ დაკარგოთ და არ დათმოთ. თორე აი იცით როგორ ხართ, აი წყიბზე ხართ. მართლაც წყიბზე ხართ აქ, იმიტომ რომ აი ილევა ენერგია და სადაც არის გადავყირავდებით, ხო, სადაც არის თავს ვერ შევინამას ვიზავთ, ხო, შევინარჩუნებთ. ცდილობთ მაქსიმალურად, არ ვიცი მე ეს ამხელა არანორმალური ენერგეტიკა თქვენ საიდან გაქვთ და საიდან მოგაქვთ, ალბათ იმიტომ რომ მზე ადამიანი ხართ. ეხლა აქ სხვა რაღაცებსაც მიჩვენებს და როგორც ჩანს, სხვა პიროვნებებთანაც გიწევთ თქვენ ბრძოლა, ვიღაცა გარე პირებთან, ვიღაცისთვის ეს მესამე პირი არის პირად ურთიერთობაში, ვიღაცისთვის ეს კოლეგა არის, რომელიც სამსახურში წინსვლას უწევს. ანუ იცით, აი ამ ბრძოლაში თქვენ როგორ ხართ, იცით, აი თქვენ თითქოს მარტო ხართ და სხვადასხვა მიმართულებით, ბევრი მიმართულებით გიწევთ ბრძოლა. ამიტომ აი ეს ნახეთ, აი ეს ზღვარი აუცილებლად უნდა დაიცვათ, ხო? აი აქ აუცილებლად გჭირდებათ რჩევები, რომ არ დაკარგოთ ეს ენერგია, ხო, და ფუჭად არ გახარჯოთ კიდევ ეს ენერგია, რომელიც თქვენ გაქვთ. ენერგოტონუსი ნელ-ნელა მიდის ეწევა, ხო, შიშებიც გაგიჩნდათ, თითქოს სადღაც სიცოცხლე, თან ოპტიმიზმი გაქვთ, ხო?
ამ ოპტიმიზმმა არ უნდა დაგვაბრმაოს და ილუზიებში არ უნდა გვამყოფოს, რომ აი ეს უწყვეტად უსასრულოდ გვეყოფა ენერგია, ხო? ამიტომ აქ ძალიან გონივრულად, ჭკვიანურად უნდა მივექცეთ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის. აი ესეთი გამოვიდა მესამე ვარიანტი თქვენთვის. ჩემო ძვირფასებო, ძალიან საინტერესო იქნება თქვენი კომენტარებით, როგორ რეზონირდა თქვენთან. ძალიან მადლიერი ვიქნები თითოეული თქვენგანის, ვინც დამიწერს კომენტარს, ნუ რა თქმა უნდა, გაშლასთან დაკავშირებით რამდენად რეზონირდა თქვენთვის. ასევე შეგიძლიათ დამიწეროთ თქვათ მომდევნო გაშლები რაზეც გსურთ რომ იყოს. აი ესე ჩემო ძვირფასებო, ყველას ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩემს არხზე, უყურებთ ჩემს ვიდეოებს, ყველას მეულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.